ქობულეთში ეზოების კეთილმოწყობის პროგრამის დაფინანსება შეჩერებულია. ბიუჯეტიდან პროგრამის განხორციელებისათვის დამტკიცებული თანხა აღარ გამოიყოფა. შესაბამისად, ქობულეთის 9 უბანში ინფრასტრუქტურა კვლავ მოუწესრიგებელი დარჩება. ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილება დღეს ვერულიძის ქუჩის 9 ნომერში მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. ადგილობრივთა თქმით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პირობა გამგეობის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ მიიღეს, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა სამუშაოები არასრულყოფილად შეასრულა და ეზოში ასფალტის დაგების ნაცვლად ქვიშა დაყარა. აღნიშნული კორპუსის სამხანაგობის თავმჯდომარე თენგიზ კონცელიძე აცხადებს, რომ პრობლემის შესახებ გამგეობას წერილობით არაერთხელ აცნობა, თუმცა მას უწყებაში განუმარტეს, რომ სამუშაოებისათვის შესაბამისი თანხა არ არსებობს. ქობულეთის გამგეობის პოზიცია დღის მთავარ გამოშვებაში. ეზოა, ბაღია, დასამთავრებელია, გააკეთონ ლამაზად, რომ ბავშვებმა გაიარო, რაც გავს საქაურობა. როცა არის ესა არჩევნება, მოდიან, ყველა გვერდებიან, ხელმეს ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ დამთავრდება არჩევნება და მიდიან, მიიხურავენ გარებს. ეს კორპუსი აღარ ახსოვან ეს ეზოაკეთ. ამბინაში რაც შემოურბა, ყველა გვპირდებიან, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ. არც კაგი გაუკეთებიან, წყალი გააკეთეს, წყალი ნორმალი გაკეთებული არა. ეზო გააკეთეს რა? მოიტანეს და დიდი ქვები დაყარეს, ძლივს გადაუყარეთ ეს ქვები. თუ გინდა ეგერ ფილები რომ მოიტანეს, იქ აშალეს ფილები, ახალი დააგეს, ჩვენთან ძველი მოიტანეს. რო უთხარი გამგებელს რომ ეს რატომ გააკეთე მეთქი? შენ არი ნერვიულო, ეს ისეთი გაკეთებული იქნებაო, მე ამის ატვეჩაი ვარო. ვინ გახდა მაგის ატვეჩაი? არავინ არ გამხდარა, არავინ არ მოსულა, მე და არ მუკითხია. რამოდენიმეჯერ მიმართეთ და ასე პასუხად მივიღეთ, რომ ჯერ ამის შესაბამისი თანხები არ არის. როცა გამოინახება, თუ იქნება შეასრულებენ ამ სამუშაოებს. მე მგონია საქართველოში არც ერთი ეზო არ დარჩენილა, გარდა ჩვენი ეზოს გარდა მოუწესრიგებელს. და ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა იქნება, რომ თუ იმ სხვა შესრულებულ სამუშაოებთან ერთად ეზოსაც თუ მოგვიწესრიგებენ, აგვიკეთებენ ისე რომ ბავშვებს შეეძლოს, დამსვენებელს შეეძლოს შემოსვლა, ჩვენ მადლობელი ვიქნებით.